მაგ შეკითხვაზე პასუხი არ გაიწყება ესე, მაშინ უნდა ახსნა აქ როგორ მოხვდი ამ ხალხთან ერთად. მე ვიყავი ერთ-ერთ მეინსტრიმ პოლიტიკურ პარტიაში და ეს ხალხიც იყო სხვა დიდ მეინსტრიმ პოლიტიკურ პარტიაში. კი ბატონო. აი აბსოლუტური გულწრფელობით ვიტყვი რომ მე ხო და ვერ იტყვით რომ არ საიდან მოდიხარ. არა, კი ბატონო. ყველანი იყავით ტელედან დაწყებული საიდან აბნეული ხალხი მოდის. სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში. თუ შეიძლება პასუხს გაგცე. როდესაც რამე ხდებოდა და როდესაც მე მაგალითად მინდებოდა პოლიტიკური ანალიზი და რაღაცა პოლიტიკის დაგეგმა და მინდებოდა პოლიტიკური მუშაობა, მთელი გულწრფელობით ვამბობ. მე მაგალითად სადაც ვიყავ იმ პოლიტიკურ პარტიაში ვერ ვახერხებდი პოლიტიკაზე საუბარს. ნაციონალურ მოძრაობაში. დავასრულებ კი ბატონო. მე ვახერხებდი, მე ადამიანებს შეიძლება ველაპარაკებოდი, მაგრამ მათ ჰქონდათ რაღაც ინტერესი, რაღაც შეიძლება სხვა ინტერესი, მაგრამ ზოგადად აი ფართოდ პოლიტიკური ინტერესი ქონოდათ, მე პირდაპირ ვამბობ ამას, რომ აი, მოდი პოლიტიკაზე ვილაპარაკოთ, მოდი ქვეყანაზე ვილაპარაკოთ, მოდი ეს მნიშვნელოვანია, მე ვერ ვსაუბრობდი ამაზე. არა, მე გეუბნებით, რომ მე ანუ არსებობს საუბარში ორი მხარე, ერთი და მეორე, ანუ მაკლდა ეს. მაგრამ როდესაც მაგალითად ცოტნე იყო სხვა პარტიაში, ან თუნდაც საბა იყო და როდესაც ამ ადამიანებთან ვცვლიდი აზრს, თავს გრძნობდი 10ჯერ და 100ჯერ უკეთესად. ხო, მაგრამ თქვენ თავისუფლად საუბრობდით ხო იმ პარტიებში ყოფნის დროს. ესე გაგიცანით მე ყველა. გავიგე, მე ჩამოვაყალიბებ აზრს, რატო ვარ ამ ადამიანებთან ერთად ახლა. და სინამდვილეში ყველა რომ თქვენ კითხვა დასვით რომ ყველა სადღაც იყავით და წამოხვედითო, რატო წამოვედით? მე რა დავინახე ჩემში და რა დავინახე ამ ადამიანებში. და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიებში ვიყავით, გაცილებით ადვილი იყო ამ ადამიანებთან კომუნიკაცია და აი რეალობაზე საუბარი, ვიდრე მაგალითად სხვაგან. ისევ როგორც მე ამათში დამინახავს, რომ ამათ უადვილდებოდათ მაგალითად ჩემთან საუბარი, პოლიტიკური ანალიზის გაკეთება, ან პოლიტიკაზე საუბარი, ვიდრე შეიძლება უადვილდებოდეთ რაღაც თანამოაზრეები აღმოაჩინეთ. არა მხოლოდ თანამოაზრეები აღმოჩნეთ. მე არასოდეს რამდენჯერ მილაპარაკია ცოტნესთან, მე ცოტნეს თვალებში არ მინახავს, რომ უნდა რომ რამეში ოდენავ მაინც მომატყუოს. თუ ფიქრობდა ესე ის იყო მსჯელობაში აბსოლუტურად პატიოსანი. ის იყო აბსოლუტურად გულწრფელი. მე ვამბობ იმას, რომ საბოლოო ჯამში რო ავდექით და წამოვედით, რას მოვდიოდით საერთოდ მაშინ, ხო? და მაგაზე კითხვა ერთმანეთსაც უსვამდით და ყველას პასუხი იყო ეს, სხვანაირად არ შემიძლია. იმიტომ რომ არ მჯერა ის, რაც იქ ხდება. მე მჯერა რომ ბევრად უკეთესად შეიძლებოდა რაღაცეები გაკეთებულიყო. მჯერა რომ უკეთესი კამპანია შეიძლებოდა, მჯერა რომ სიის გაყიდვა არ უნდა მომხდარიყო, მჯერა რომ სხვა თემებზე უნდა ყოფილიყო აქცენტი, მჯერა კომპეტენციის, მჯერა ქართველი ხალხის ადამიანების პოლიტიკის მჯერა, მაგრამ მე რასაც ხედავდი ზოგადად და რასაც ქართულ პოლიტიკაში ვხედავდით, რომ არაფერს აზრი არ აქვს, რუსეთია, გაურუსტით, ქვეყანა დაიხურა, ყველაფერი დამთავრდა, დიქტატურა დამყარდა, არჩევნებს აზრი არ აქვს, ეს რუსული სპეცოპერაცია, სალომის ზურაბიშვილი ლეგიტიმურია, ყველაფერი იყო ტყუილი, რისიც მე არ მჯეროდა. იყო ეს ამ ადამიანებსაც რაღაცების არ ჯეროდათ, გაცილებით დისკომფორტი იყო. თუნდაც ყველანაირად პოლიტიკოსისთვის რომ დიდი პარტია დაეტოვებია და არ იცის სად მიდის, მაგრამ ზუსტად იცის რომ წასვლა არის სწორი, ამიტომ ყველა აქ ვინც ვარ, უბრალოდ წამოვედით, არა ისე რომ მე შეუთანხმდი საბას, რომ ისა საბა მე წამოვალ ან საბა შემითანხმდა, მე უბრალოდ ყველა მივხვდით რომ რაც ხდება არ არის სწორი და რა ხდება მე გეტყვით მე რაც არ არის სწორი არის ის რომ დღევანდელი ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში და ეს ნაჭუჭი არის რომ გაბრაზდა ხალხზე და ეუბნება რომ აი ესენი არიან რუსები და მოგვაშორებინეთ გამოდით და რამე ქენით 4 წელი ადამიანები გარეთ გამოდიოდნენ 22-დან 26-მდე თუ რაც იყო და საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკურ პროცესში არ გადაითარგმნა და ეხა ადამიანები სახლში შევიდნენ მე მთელი არსით მჯერა იმის რომ პოლიტიკის კეთებას ამ ქვეყანაში აქვს აზრი. ქართულ ოცნებასაც ბევრჯერ უწევს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინება და რაღაცის ისე გაკეთება, რომელიც ხალხს უნდა რომ გააკეთოს. ამიტომ ეს პროცესი იყო ბუნებრივი, როდესაც ჩვენ აქ რომ ვართ და მართალი მე მჯერა იმის რომ თუ არ დაუშვებთ იმდენ შეცდომას, თუ არ დაგვამძიმებს წარსული, თუ ვიქნებით გულწრფელები, თუ შეცდომას დაუშვებთ, არ გავჯიუტდებით ამ შეცდომაში. თუ ფსონს დავდებთ იმაზე, რომ ქართველ ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ფსონს დავდებთ იმაზე, რომ არჩევნებს ატარებს ზოგადად ხალხი და არა ქართული ოცნება და ეგრე იყო. ყალბდებოდა ამ ქვეყანაში არჩევნები 24-შიც, 20-შიც, 18-შიც, ასე შემდეგ, მანამდეც და მანამდეც. მაგრამ არჩევნებს ამ ქვეყანაში ჰქონდა ყოველთვის აზრი. ამიტომ თუ ჩვენ იმაზე ვიმუშავებთ, ამ ქვეყანაში დაბრუნდეს არჩევნების იდეა.
და ვიყოთ გულწრფელები, ადამიანები მოვაბილიზოთ, ვიდა ამ ადამიანებს აუხსნათ, რომ ის ფინანსური და პოლიტიკური კლასი, რაც ჩამოყალიბდა ბოლო 30 წელიწადში, ვინც სქემების ეკონომიკით მოაჯდა ამ ქვეყანას. ეს არის ის ელიტა, რომელიც მოაჯდა ამ ქვეყანას 30 წელია, იქნება პოლიტიკური კლასი თუ ფინანსური კლასი, რომლებიც ოლიგოპოლიებით და სქემებით მართავენ ქვეყანას და ინაწილებენ ამ ფულებს საბოლოო ჯამში მათი დაშლა გამოიწვევს ხალხის ცხოვრების უკეთესობას. დღეს ხალხს არ აქვს ნდობა, თუ რამის ნდობა არ აქვს ნდობა, რომ მათ ინტერესს საქმიანად, არაისტერიულად, კომპეტენტურად წარმოადგენს პოლიტიკური კლასი და ამიტომ არის წყნარად. როგორც ეს ხალხი დაინახავს, რომ აი ამათ გავყვები, ადგება და გამოყვება. აი ეგ არის კითხვა, მე გაყოლია, კი ბატონო, მაგრამ ეხლა გაყოლია და კიდე გაყვება.